ყველაფერს, რასაც აკეთებ, შეიძლება უთვალთვალონ. ყველაფერი, რასაც ლაპარაკობ, შეიძლება ჩაიწერონ. მაგრამ შენ ამის შესახებ ვერ გაიგებ. რადგან საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავინ არ აკონტროლებს. სადაზვერო სამსახურზე ზედამხედველობა საკმაოდ რთულია. ერთის მხრივ საქმე გვაქვს გასაიდუმლოებასთან, მაგრამ სუსი რომ მონსტრად არ გადაიქცეს, საჭიროა დემოკრატიული კონტროლი. ეფექტური სუსი თუ ადამიანის უფლებები, რომელს აერჩევდი. საიდუმლოების შენახვის მნიშვნელობა ვერ ამართლებს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, კორუფციას ან უკანონო ქმედებას. შესაბამისად საჭიროა კონტროლის მექანიზმების აწყობა, რომელიც რთულია სუსტი დემოკრატიული ტრადიციისა და ტოტალიტარული წარსულის მქონე ქვეყნებისთვის, როგორც საქართველოა. ზედამხედველობის მექანიზმები უნდა მოიცავდეს ხელისუფლების სამივე შტოს: მთავრობას, პარლამენტს და სასამართლოს. მთავრობა, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლება, იქნება ზედამხედველი სუსზე, შესაბამისი მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის სახით. რა როლი ექნება ამ დროს პარლამენტს? დღეს სუსის უფროსის დანიშვნა და განთავისუფლება დამოკიდებული არის მმართველი პარტიის ნებაზე და ჩვენ გვჭირდება ამ პროცესის დეპოლიტიზაცია. საპარლამენტო კონტროლის რამდენიმე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. ერთის მიხედვით, სუსის სააგენტოს ხელმძღვანელს დაამტკიცებს პარლამენტი. ან დასანიშნად საჭირო იქნება საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებთან კონსულტაციის ჩანიშვნა. კიდევ ერთი ვარიანტი არის ეგრეთ წოდებული საჯარო დანიშვნა, რომელიც გვხვდება ბრიტანეთში და ისრაელში. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელებს დაამტკიცებს საჯარო სამსახურის კომისია, რომელშიც შევა საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანაბრად და ასევე დაემატება იუსტიციის საბჭოს მიერ არჩეული წევრი. რადგან მინისტრია პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე, მას უფლება ექნება, რომ გაანთავისუფლოს ხელმძღვანელი. თუმცა მას ვალდებულება ექნება აუხსნას და განუმარტოს ეს პარლამენტს. ეს ყველა ფორმა გაზრდის პარლამენტის და ოპოზიციის გავლენას სუსის სააგენტოების ხელმძღვანელების შერჩევისას. დღეს პარლამენტი მხოლოდ თეორიულად არის აღჭურვილი ზედამხედველობის შესაძლებლობებით. მას აქვს შეზღუდული მანდატი და შეზღუდული წვდომა ინფორმაციაზე, რაც არასაკმარისი არის ეფექტური ზედამხედველობისთვის. ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველსაყოფად უსაფრთხოების კომიტეტში უნდა შევიდნენ პროპორციულად უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები. უსაფრთხოების კომიტეტს უნდა ჰქონდეს წვდომა არა მხოლოდ პოლიტიკასა და ფინანსებზე, არამედ რაღაც დროის გასვლის შემდგომ უკვე ოპერატიულ ინფორმაციაზეც. თუ პარლამენტის წევრზე რომელიმე სუსის სააგენტოს აქვს ეჭვი, რომ მისი ყოფნა კომისიაში წარმოადგენს საფრთხეს, მაშინ მან პარლამენტის 2/3 უნდა დაარწმუნოს ამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ცუდი რეკომენდაცია ვერ დაბლოკავს პარლამენტარს. თითოეულ სააგენტოს უნდა ყავდეს გენერალური ინსპექტორი, რომელიც ასევე დაინიშნება პარლამენტის მიერ. ისინი უზრუნველყოფენ კანონის დაცვას, მოქალაქეთა საჩივრების განხილვას, აუდიტს და გამჭვირვალობას. ჩვენი აზრით, ეს მექანიზმები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების სამსახურის რეალურ კონტროლს და ასე შეიქმნება სახელმწიფო, სადაც დაცული იქნება როგორც უსაფრთხოება, ასევე თავისუფლება. თქვენ რა იდეა გაქვთ საზოგადოებამ როგორ უნდა გავაკონტროლოთ სუსი?